კვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, სწავლების თანამედროვე მეთოდები. ეს ეროვნული თავდაცვის აკადემია. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში აბიტურიენტების მიღება იწყება და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ იუნკერები. აღსანიშნავია, რომ სასწავლებელი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულება, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით საერთაშორისო დონის კონკურენტუნარიან ოფიცრებს ამზადებს. აკადემია აბიტურიენტებს თავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს: თავდაცვა და უსაფრთხოება, სამართალი, მენეჯმენტი, ინფორმატიკა, საავიაციო ინჟინერია და მექანიკის ინჟინერია. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხდება ეროვნული გამოცდების მეშვეობით. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტმა შემოხაზოს ნომერი 155, რომელიც ეროვნულ თავდაცვის აკადემიას აქვს და აირჩიოს მისთვის საინტერესო საბაკალავრო პროგრამა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მისაღები გამოცდები ხორციელდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ეს არის ადგილობრივად ხორციელდება ფიზიკური მომზადების ტესტის ჩაბარება, ხორციელდება ფსიქოლოგიური ტესტირება და ხორციელდება სამედიცინო შემოწმება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არ არის მხოლოდ და მხოლოდ საბაკალავრო პროგრამები, აქვს ჩვენ ასევე გვაქვს სამაგისტრო პროგრამები, რომელიც ამ ეტაპისთვის 3 და წლევანდელი წლისთვის შეტანილი გვაქვს განაცხადი მეოთხე სამაგისტრო პროგრამებზე. ეს პროგრამებია თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები, რესურსების მართვა და მეოთხე, რომელი პროგრამასაც დამატებას ვფიქრობ და უკვე აკრედიტაციაზე გვაქვს გაგზავნილი, ეს არის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია. ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარების ფიზიკური წრთობისა და დასვენებისთვის. აქ ფუნქციონირებს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სამხედრო და აკადემიური საკითხავი ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა. ასევე საგამოცდო ცენტრი, კეთილმოწყობილი სპორტული კომპლექსი და სპორტული დარბაზი. სწავლების თანამედროვე მეთოდები იუნკერებს შესაძლებლობას აძლევს მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო განათლება მიიღონ. სამხედრო ფორმა ჩემთვის პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ქვეყნის, ასევე იმ ისტორიის და იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ შემოგვინახეს ყველაზე ის მთავარი ღირებულებები, ფასეულობები, იდენტობა, რითაც დღეს თითოეულ ჩვენთაგანი საკმაოდ ამაყები ვართ. ჩვენი ყოველი დღე იწყება დილის 6 საათზე. ძირითადად დღის პირველი ნახევარი დათმობილია საბაკალავრო საგნებზე, ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, არის სხვადასხვა ფიზიკური აქტივობები, მაგალითად დაბკოლებათა ზოლის გადალახვა, მომზადება ცურვის მიმართულებით, ასევე ხელჩართული ბრძოლა, პეინტბოლი, ტირი, სიმულაციები. აკადემიაში ჩაბარების მთავარი მამოტივირებელი ძალა იყო სამშობლოსადმი სიყვარული, პატრიოტიზმი, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ გამაჩნია, იმ გმირების პატივისცემა, რომლებმაც შემოგვინახეს დღემდე ეს ქვეყანა. აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად ასევე გავდივართ საველე სწავლებებს, სამხედრო სწავლებებს, როგორებიც არის მაგალითად მარტოხელამებრძოლის კურსი, სამთო მომზადების კურსი, წყალზე მომზადების კურსი. ეს ყველაფერი გვეხმარება ჩამოყალიბდეთ პროფესიონალურ სამხედრო მოსამსახურეებად. აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროს სისტემისთვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალის, ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსისა და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევითი საქმიანობის განხორციელების მეშვეობით.